მოვედით. ისეთი ნერვები მოშლილი ვარ, რომ არ ვიცი შეიძლება შემომაკვდეს ვიღაცა ხელზე რა. შენ ძმას უყიდე რვეულები და გზაზე რო გადმოვდიოდით, გაუვარდა ხელიდან ამ ბედოვლაც და ჯერ ავტობუსმა გადაუვარა და მერე მოხუცმა ქალმა. ჯოხით დადიოდა. ანუ ვერ იყიდით. აუ ვიცი რა მაგარი რვეულები იყო. სპაიდერმენი ეხატა, ლამბორგინი და მოტოციკლეტი. ან ეს სერა საკეთებ? არაფერს. არა ვეღარ უყიდე, აღარ მქონდა მეტი ფული წაღებული და ხვალ უყიდი მერე არა უშავს. კი გავიქნიე 17 ლარი რა. რა სუნია სახლში კაცო? რესუნია? მე ვერაფერს ვერ ვგრძნობ. დამწურის სუნია კაცო, კვამლის. ვაიმე გაზზე ხო არ არის დარჩენილი რამე? ხო მიდი აბა შეამოწმე. ისე ომარიკო მეოთხე კლასში ხარ უკვე და პარკის ჭერა არის ციხელში. რეცე სირცხვილოა. აუ დამანებე თავი რა. ეს რა არის? აუ ბიჭო კი იპოვაბრედა. დე მოდი. ვინ დაწერა ეს აქ პოლივიზატორით? არ დაგინახავთ არავის? მავრა, ხო არ იცი ვინ დაწერა ეს? რა არის აბა ინგა დაწერილი? ნია მიყვარხარ. დედა რამ ხელაზე დაუწერია. გოგო თან შეიღებე შენ? ხო. დედა გოგო შლაგბაუმი მეგონა შორიდან. არა დეგენერატები არ არის. არაფრის ღირსი არ არის ეს ხალხი რა. შენ კარგად იცი, მოყარილი მყავდა ღებავი ერთი კვირის წინ შევაღებინეთ ეტრად თელი სადარბაზო. ეს რო გავედი, საერთოდ არ იყო ახალი გაკეთებულია ეს. გოგო, ნია ვინ არის ერთი გამახსენე. ნია გოგო, ნია მაიასი მეოთხეზე. აგემოდის. ნია. შვილო მოდი ერთი წუთი ინგადიიდა საქმე რა. ნია შვილო, აი ვინ დაწერა ეს არის? აი როგორ დედაშვილს ისე გელაპარაკები? ვინ დაწერა ეს? იმიტომ რომ მე ახლა სამძიმარზე ვიყავ იქიდან მოვდივარ, რო გავეცარ არ ყოფილა ესეთი რაღაც დაწერილი და რა იყო ახლა მეტი შეგნება არ ქონდა იმ ბიჭს? აუ გასიცი არა ვარ ინგადიიდა თქვენთავს ფიცა ვარ. მაგრამ რავი ახლა რამდენი ვიღაცას ვიავსები ასე თუ წერეს რაღაცეები გაივსებ ალბათ ხო აქაურობა. ესე იგი იმდენია რომ არ იცი. ეჭვით არ გაქვს არავის. კაი. არა მე ასე ამას არ დავტოვებ, მავრა ჩამოვიტანე ახლა იმ საღებავს, დარჩა გოგო იმ დღეს ღებავს თეთრი საღებავი და გადავღებო ჩემი ხელით. აბა ეხა მაკლია ახლა ვიღაცა 18 წლის ღლაპმა მიჯღაბროს სადარბაზო პოლივიზატორით. ჩამოვიტანე ახლა. ჩემ თვალწინ გადაღება ინგა მათი წუთის წინ გოგო ნახე რა დაწერეს. ინგა გოგო მავრა ვარ გიხვეწები ჩამოდი სადარბაზოთ რა დაგიწერეს და იცოდე. ნია, აი შვილო რა ქენი. აუ ვინმეს თუ უყარ ვარ დამნაშავე მე ვარ, მე რა ვქნა? მავრა სადაწერეს გოგო გამოცვლას ვერ მოვასწარი. ვინც ეს გადაღება იმის დედაშ. გადავღებავ მე ისე ამას. მუსიკებს მოусმენ და მე დავალაგებ სახლს. არ გაიქცევა არსად. არა ხო შეიძლება რომ ახლა გააკეთო. მოუხმო სუსტრაფობას და საქმე არ გადადო საღამომდე. ხო ვიზამ სუსტრაფობასაც მოუხმობ, გავაკეთებ. სწავლის ფული მაქვს შესატანი მალე. საგნები ესარჩევი და ცივილკივილი მელოდება. მე მინდა რომ მეცვირჩევდე სკოლაში საგნებს. ბუნება და მათემატიკა რაც მინდა. მოუახლოვდა ბიჭს სკოლა და დაეწყო ფორიაკი. მალეკენი შეცვალე ცოტა მიდგომები და უკეთესი იქნება. ტიპირებზე წუწუნებს. ნეტა მე სკოლაში დავდიოდი, ხა და არა უნივერსიტეტში. და კაი იყო ხოლმე ბავშვობაში ტალახში რო თამაშობდით. შენიბლობანას. ერთხელ ბავშვებს ეკლა მოაშენებინე. ისე მალე გარბიან წლები. ნეტა მე სტუდენტი ვიყო ახლა. დავდიოდი უნივერსიტეტში კურსელები მყავდეს. 2001 წელი იყოს, ციოდეს, შუქი არ იყოს, 5 შვიტრი მეცვას ერთად. მე კიდე იმაზე ვფიქრობ ხოლმე, შვილები რომ ეყოლება. ნეტა მე ჩვენად გაუბრაზდებდი ხოლმე შვილებს. როდის გიბრაზდები, ბიჭო, თუ ხარ ნორმალური შენ? ხო ნუ ბევრნაირი მოგწონს ახლა ჩვენი თავი და ის რაც გინდა მალეკენი სუსტრაფობას მოუხმე. თორე დაგწდება მე რომ გაიზრდები გული რაღაცეებზე. ხო, მიმაგალითად მოგზაურობის დაწყება მინდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. ვერც თიკომ და ვერც თეკლამ. არა და კი წავიდოდი ესპანეთში. მოგზაური ენასტასია ჩემი თავის მეხუთე ვერსია. მაგას უნდა ფულის მოგროვება, უნდა მოაგროვოთ რაღაცა. შაურმებში რო ხარჯავთ სულ. აბა ჩვენ დროს ესპანეთი კი არის, და ჩემს მივყავდი ხოლმე ზესტაფონში, იმაზე ვირაოდი ჭკუიდან ისე მიხარავდა ხოლმე. კი ვეღარ ვითმენდი, სანამ ჩავიდოდით ხოლმე ესეთი სუსტრაფი ვიყავი. მე კიდე მინდა რომ ბავშვებმა შტაბი ავაშენოთ ჩვენ გარაჟთან და მე ღამე გავათენოთ ხოლმე იქ. შტაბს მოგცემ მე შენ. მომინდობა ხე ქუჩაში ღამის გატყინება რა. ისე კარვით მე წავიდოდი სადმე დავრჩებოდი. ხო. და იმდენი ვილაპარაკეთ, ძილზე ჩაეძინა ამას. ანასტასია გამოფხიზლდი. გაიღვიძე გოგო. ანასტასია, გაიღვიძე გოგო. აუ რა სიზმარი ვნახის.
ბავშვებო, შემოდით ეხლა მალე დიდხანს ვიყვირო. შეხედი როგორ მოიზლაზნება რა. დაწყედით სულ ყველა. დღეს განვლილ მასალას გავიხსენებთ. მას განვლილი თუ განავლილი? განვლილი. განავლილი თქვენკენ მოიკითხეთ. აბა ვინ გამახსენებს არსებითი სახელის ბრუნვებს, რო ვისწავლეთ 7 ბრუნვა. აბა იქნება მოვაბრუნო ეხლა ესეთი ორიანები ჟურნალში, რომ მთელი წელი ვეღარ გამოასწოროთ. მას მე ვიცი 7-ვე. პირამიდები, ბაბილონის დაკიდული ფაღები, ალექსანდრიის შუქურა. 7 ბრუნვა, გოგო, 7 საოცრება მეთქი ეკითხარით? ალექსანდრიის შუქურა. ჩამაშუქურა ერთ შენ ტვიში გაიგებდე რა ხდება. მას მე მახსოვს. პირველი იყო სახელობითი, მერე მეტი აღარ მახსოვს მას. კაი, პირველი ბრუნვა სახელობითი, მეორე მოთხრობითი, ხო? გასწავლეთ, აბა გაიხსენეთ შარშან მოთხრობითი, ანუ ამით ერთი ადამიანი მეორის რაღაცას უთხრავს, ხო? მას უთხრავს, სწორია? დიახ, სწორია. უთხრავს ის, მას. მას მე მგონი არასწორი, არასოდეს გამიგია ეგეთი სიტყვა. სწორია, შვილო, სწორი. უთხრავს ის, მას, მოგითხარი მე შენის. ომარიკო, ჩასწრება მიდი ახლა ეს სიტყვა წინადადებაში. თხა ძროხას ამბავს უთხრავს. ფანტაზია ვერ დაგეხვეწავ ერთ წილს, ხო? მითხარი ახლა მანდიდან ზნა რომელია? ზმნა? ძროხა? თხარა ბიჭო. კარგით ნათია მასწავლებელო მოვალ დღესვე. კი ბატონო. რა მოხდანით არა. ომარიკოს დამრიგებელმა დამიძეკა. გამოცხადეთ სასწრაფო სკოლაში, თქვენ მაშინ გაკვეთილზე კიკინი დაიწყო. ვერაფერი ვერ გავიგე რა მოხდა. შენ წაკრადი და შენ მაგა მოგიგდა ხო რა ბიჭი? კალი სერიოზულად შეშლილია. ყოველ თვე ეშინია კლუბის წევრი ვერ გავხდეო და ყოველ დღე რაღაცებს ყიდულობ. გუშინ 4 ბოთლი ზეთი ამოიტანა. კლუბზე გამახსენდა. გუშინ ძალიან მაგრა დავდით ბაჭას დაბადების დღეზე. რა ცუდია რა ვეწამოხვედი, მაგრამ დაიკიდა რომ ზე გახსენები ხარ საერთოდ. ყველა ძალიან მაგრა ერთობოდა. სანკა იმას ესმენია ეგ. კაი და ვინ არის გუშინ კიდე ჩემ გარდა? რავი, მე მგონი რომ ყველა იყო. გიუშა იყო გოგო ხინთიბაძე. იქ ხო 3 კვირაა კომაშია ჩავარდნილი. მოიცა, კომაში თუ არ დააბადებდნენ დაბადების დღეზე. მაგაზე მე ძალიან ბევრი ვიფიქრე გუშინ. რა სიძებ შენ? ქულებს და ვერ უპოულობ. საერთოდ ჭირდება ხა ინგას ქული, მაგრამ ქულები ხო უნდა დააგროვოს. მისმინე. მოქროშვილი იყო გუშინ. იყო, კიდე ნეტა გენახა როგორ ეკიდებოდა მთელი საღამო ვახოს ხისერზე. საშინელის დანახავი იყო. თუ იქ მე ვიყავი. შენ ძალიან მაგრა ხარ რა. ხო ინგა. მარგარინი რაღაც კიდე. გამარჯობა, ისინი გამიტარეთ და ერთი პარკით თუ შეიძლება. ხაცა მიდეკავშირდი წუთი. 27 ლარი და 40 თეთრი. ვაი, მესაც წავიდა ეს გოგონა. არა უშო, ჩემი ორნების ბარათი გაუტარეთ, აი. კი ბატონო. ინგა უნდა დაეწეროს. ინგა. ძალიან მაგარი ქულები გაგიჩიტე. გამარჯობა, ნაგვის ურნებთან დაკავშირებით ვარ მოსული, განცხადება დაწერო ასე მირჩიეს. გისმენ ბატონო სერგო? ერთ წუთი დამალოდით ხალ ბატონო. დიახ. კი ბატონო, ვიტყვი ჩვენ გოგოებსაც კი. კარგით. ვერ მოგაქციეთ ყურადღება ბოდიში გისმენთ. მოკლედ კორპუსთან გჭირდება 2 ნაგვის ურნის დამატება. თორე ვეღარ ვატებთ უკვე კაცო ნაგავს შიგნით და მე კორპუსის თავმჯდომარე ვარ და განცხადებაც მოვიტანე აგერ. რიგის ნომერი აღებული გააქვთ? არა, აიღეთ აუცილებლად გეხოცებით და ისე დაბრუნდით რა ვერ გავატარებ. კარგით. თეო. გოგო, იმანდარეკა სერგომ ჩვენმა უფროსმა 29-ში რაღაც აქციაო და იქ უნდა იყოთ ყველანი ერთი კაცი არ აკლდეითო. გოგო, რუსთავილზეა აქცია, რა ნაძალადებთან წასვლა გეზარება? ნაძალადევად წასვლა. ხო, მეც ეგრე ვარ. მობრძანდით. მოვედი კიდე. მოკლედ გავივსეთ ნაგვით და უნდა გვიშველოთ რაღაცა რა. ჩვენ მერია ვართ, ხალბატონო, მაგ ნაგავს ოქტომბერში ეშველება არჩევნებზე. თუ თქვენ ნაგვის ურნებზე ხართ, ხო? მაპატია ცოტა სხვა ნაგავზე წავედი. კარგი იყო. მოკლედ ეს განცხადება და იქნებ 2 ნაგვის ურნა გამოგვიყოთ, რა თორე რაც არის უკვე იმაში კატები ცხოვრობენ ოჯახებით.
აჰა, გავატაროთ აბა ეს განცხადება. აი მან ორგან მომიწერეთ ხელი და 5 წუთი დამელოდეთ ზუსტად. აჰა, მოვედი. აქაც ხელი მოვაწერო. 1 წუთით. და აღარ წერს ეს კალ. აჰა, 1 და მეორე ხელმოწერაც. აჰა, თქვენი განცხადებაც მიღებულია, ქალბატონო. 2 კვირაში იქნება პასუხი და ტელეფონით დაგიკავშირდებიან. აჰა, 2 კვირაში კი იმშობიარებს ის ორსული კატა. გამრავლდები. მოდი 3 ურნა იყოს რა. 2-ის მაგივრით, ხო?